ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა კვლავ თურქულ სერიალს ეხება სიყვარულის ქარი, იგივე ბრიუსგარლი ტეპე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტელეკომპანია იმედის ეთერში გადის საკმაოდ მაღალი რეიტინგით და მაყურებელმა უკვე შეიყვარა ეს სერიალი და დღეს სწორედ ამ სერიალის მთავარ გმირებს შევხვდებით. ეს არის ჯემრი არდა და ეს არის ბატონი გოგბეკ ილდირიმ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვიცი წლიდან წლამდე რომ მაყურებელს, ქართულ მაყურებელს ძალიან უყვარს თურქული სერიალები და ყოველთვის დიდი ინტერესით ეცნობა მათ მთავარ გმირებს და დღევანდელ დღეს სწორედ ასეთი დღეა და დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. მადლობა რომ მოხვედით. უპირველეს ყოვლისა ჩვენ გიხდით მადლობას, რომ ჩვენს გამო თურქეთში ჩამოვბრძანდით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის სტიმულის მოცემის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. დარწმუნებულები ვართ, რომ სასიამოვნო საუბარი გვექნება. სიყვარულის ქარის სახელით გეუბნებით, რომ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ სერიალის ჩვენება ხდება საქართველოშიც. სანამ კითხვებზე გადავალთ, აქვე გეტყვით, რომ ჩვენ უკვე ჩვენი გამოცდილებით, არა მარტო მეგობრული გამოცდილებით, არამედ საქმიანი გამოცდილებით, ვაკვირდებით ხოლმე რა სერიალს, რომელ ახალ სერიალს აკეთებს ქალბატონი სევდა და იმედი უკვე ფოკუსირებულია, რომ შეიძინოს ეგ სერიალი, იმიტომ რომ ვიცით, რომ წარმატებული იქნება. ქალბატონ სევდასთან ერთად მუშაობა ჩვენთვისაც ძალზე სასიამოვნოა უპირველეს ყოვლისა. მისი ნამუშევრები მთელი ქვეყნისთვის ერთგვარი ბრენდია. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი TV საქართველოს საუკეთესო არხია. ჩვენც ამ არხზე ყოფნის გამო ძალიან ბედნიერები ვართ და ეს ქალბატონ სევდას დამსახურებაა. ჩვენ გვინდა იქ ყოფნა და ყველა საქმის აღება. ჩვენც გვინდა ახალი როლების თამაში. ჩვენ ეს ძალიან გვაბედნიერებს. ქალბატონ სევდასთან ერთად მუშაობა ჩემთვისაც უდიდესი შანსია, რადგან სრულიად განსხვავებული ოცნების სამყაროა და სულ სხვა აღქმა. ამის გამო წარმოქმნილ კონკურენციაში ძალიან მაღალი მოთხოვნების არსებობას ვაცნობიერებ და გაწეულ საქმიანობაში მრავალ მინიშნებას ვგრძნობ. მე ეჯგარეშე ქალბატონი სევდას არჩევანზე ვამბობ, რომ კარგია. ეს უკვე რეიტინგის თვალსაზრისით შესაძლებელია საქართველოში. მოდი რახან ქალბატონი სევდა ვახსენე, აქედან დავიწყებ. ბევრი წელია ვაკვირდები და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია ტალანტების აღმოჩენაში და შემდეგ მათი პოპულარობის წვლილი შეტანაში. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა, როგორ გამოვიდა თქვენზე, როგორ გაგიცნოთ და როგორ შემოგთავაზათ ამ პროექტში მონაწილეობა, მოდი ჯემრიდან დავიწყებ. უპირველეს ყოვლისა მე არ მქონდა არანაირი გამოცდილება. არსად არ მითამაშია. სულ ახალი მენეჯერი მყავდა და სიყვარულის ქარისთვის მსახიობების შერჩევა ხდებოდა. და მე სინამდვილეში სხვა პერსონაჟის როლის შესასრულებლად გამიცნეს. შემდეგ ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში სხვა პერსონაჟს დავუთმედრო. მაგრამ ბოლოს ზეინეფი გავხდი. ქალბატონი სევდა ამბობდა, თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ზეინეფი იქნებოდია. ამის ცოდნა, ამის გაგება ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. ძალიან ლამაზი სერიალი იყო. ულამაზესი დასასრულით. მე რა თქმა უნდა თავიდან მქონდა გამოცდილება. მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ დავთანხმებულიყავი. იმ დროს განსხვავებული გეგმები მქონდა, მაგრამ ქალბატონის სევდას გაცნობისა და ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ უარი ვთქვი ამის სხვა გეგმებზე. ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ განაცხადე, რომ ეს საქმე, როგორც არ უნდა წარიმართოს, უნდა შევასრულო ხალილის როლი. და ასეც მოხდა. მოყევით თქვენს პერსონაჟებზე, რამდენად ორგანულია თქვენთვის და აი მაგალითად ჯემრე როგორ დაახასიათებს ზეინებს და შემდეგ
როგორ დაახასიათებს ქოქბექი თავის პერსონაჟს. ზეინეფი სამ განზომილებიანი პერსონაჟია. თავისებურებები გააჩნია. ერთი მხრივ მეამბოხეა. მეორე მხრივ კი იმდენად ერთგული და თანაგრძნობით ახსავსე. სინამდვილეში მის ოჯახს და საყვარელ ხალხს, როდესაც რაიმე ზიანი ადგება, ან რაიმე უსამართლობას წააწყდებიან. მისი მეამბოხე ხასიათი ამ დროს ვლინდება. მაგრამ ეს ექსტრემალური თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. უფრო მეტიც, ძალიან მამაცი და ძლიერი პერსონაჟია. ანუ ზეინეფის გვერდით მე სინამდვილეში არაფერს ვაკეთებ. Mastan ერთად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. Aslında hiçbir şey yapmıyormuşum. Onunla çok fazla şey öğrendim. Halili დაგვიხასიათე. ჰალილის როლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევასრულე. მანამდე სხვა პერსონაჟი იყო. ეს ჩემს ოცნებაში ნათამაშები პირველი პერსონაჟი იყო, რადგან სულ მწვერვალზე მცხოვრები პერსონაჟია. სიბრაზიდან თანაგრძნობამდე ემოციები. პერსონაჟი, რომელიც სულ ზემოთ, სულ მწვერვალზეა. მეც არ შემეძლო ჩემს გრძნობებში ბევრი რამის ახსნა. საერთო შეხების წერტილიც ეს არის. ამის გამო საკუთარ თავთან ბევრი საერთო რამ ვიპოვე. ამავდროულად, ჩემი ოცნების აღწერას ემთხვევა ეს პერსონაჟი. როდესაც მაყურებლები ამას უყურებენ, ამ ტრანსფორმაციას, ამ გარდასახვას, სიყვარულის რწმენას, შურის ძიებაზე ფიქრს, სიბრაზეს, კონტროლს, ყველაფერს ერთად ნახავ. ფიქრობ, რომ მათაც ჩემსავით მოეწონებათ. ზოგადად სერიალის წარმატება დამოკიდებულია მსახიობების, განსაკუთრებით იმ მსახიობების, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ, მათ ერთმანეთის მიმართ შეწყობაზე, მათ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე. და არ ვიცი, კითხვასავით არის, თან კითხვა არ არის, იმიტომ რომ ჩანს, რომ სერიალის წარმატება სწორედ ამაზეა თქვენ შემთხვევაშიც დაფუძნებული და ერთმანეთზე რა სიტყვით, რამდენად გაგიჭირდათ თავიდან შეწყობა და რამდენად უგებთ ერთმანეთს დღესდღეობით. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობის დასამყარებლად თანამშრომლობაა საჭირო. საჭიროა ერთმანეთის შორის თამაშების გაცვლა ამ სცენაზე, რადგან გრძნობები სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოა. კარგად რომ ითამაშო, საპირისპირო მხრიდანაც კარგი თამაშია მნიშვნელოვანი. და მე ვიცი, რომ ამ საკითხში ჩვენ ერთმანეთს ვეწყობით. ჩემი აზრით, სცენაზე ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე და ჯემრე ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. პერსონაჟების შექმნის დროს ქალბატონმა სევდამ, მე და ჯემრემ ყველაფერზე ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, ყველა მოქმედება შევათანხმეთ. ძალიან კარგად გამოგვივიდა ეს საქმე. იმ პერიოდში ერთმანეთის ქიმია, ერთმანეთი კარგად შევისწავლეთ გადასაღებ მოედანზე. მის გარეთ, მაგალითად, ჩვენ ბევრს არ ვჩხუბობთ. ჩვენ არ ვგამათობთ დაძაბულად. ერთი საკითხის შესახებ ხანგრძლივად არ ვსჯელობთ. ესეც კარგი ურთიერთგაგების მანიშნებელია. მოდი ეხა გავაცნოთ მაყურებელს თქვენი თავი და მოდი მოგვიყევით ზოგადად თქვენ შესახებ. სად დაიბადეთ, ბავშვობის წლები სად გაატარეთ და როგორ მოხვედით დღევანდელ დღემდე, აი დაიწყოს ჯემრემისა. მე ძალიან პატარა ქალაქში დავიბადე, გენიზლეში, პატარა ოჯახში. ლამაზი ბავშვობა გავატარე. რაც შეეხება ოჯახს, ძალიან გამიმართლა. ოჯახის წევრები ძალიან მიჭირდნენ მხარს. მოზარდობის პერიოდში ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვერ პოულობდი საკუთარ საქმეს, პროფესიას და ოცნებას. უნივერსიტეტში სასწავლებლად სტამბოლში ჩამოვედი. სამრეწველო დიზაინს შევისწავლიდი. შემდეგ სამსახიობო ხელოვნების შესწავლა დავიწყე. და ჩემი ცხოვრება იქ შეიცვალა. მოხდა მკვეთრი ცვლილება. მივხვდი, რომ ცხოვრების ბოლომდე ამის კეთება მინდოდა. ბარემ გითხარი, აი როგორ აღმოჩნდი ბოლოს კამერასთან. მე ქალბატონის სევდას აღმოჩენა ვარ. მანამდე როგორც მოგახსენეთ, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. და მე საკუთარი საზღვრები, საკუთარი პოტენცია არც კი ვიცოდი. რამე თუ საკუთარი თავი არც კი გამომიცდი. მაგრამ კიდევ კარგი ქალბატონმა სევდამ ჩემში ეს ნათელი წერტილი დაინახა და ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა კარი გაიღო. სად გაატარე ბავშვობის წლები და როგორი იყო? თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დავიბადე და გავიზარდე. 22-23 წლამდე იქ ვიყავი. ძალიან მოკრძალებული ოჯახი მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს. ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდით მედგნენ. ბავშვობამ იქ გაიარა.
რამდენიმე სკოლა შევიცვალე. დაწყებითი სკოლა, საშუალო სკოლა, ლიცეუმი. ცელქი ბავშვი ვიყავი. მოუსვენარი. შემდგომ პერიოდში ბავშვობიდან ერთი ოცნება მქონდა. მსახიობობა. სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. მაგალითად, ვაჭრობა და სხვა რამეც გამიელვებდა ხოლმე თავში. მაგრამ მაინც მსახიობობაზე ოცნებას მივყევი. ხელოვნებაში მინდოდა უყოფილიყავი ჩაფლული. ამიტომაც ამ მიმართულებით ავირჩიე ცხოვრების გზა. ანკარაში ამ მისიის დასრულების შემდეგ სტამბოლისკენ გადავდგი ნაბიჯი და ესეც სიყვარულის ქარის მიზეზი გახდა საბედნიეროდ. აი, როგორ ფიქრობ, გასაგებია რომ სევდახანმა გააკეთა არჩევანი, მაგრამ საკუთარ თავთან თუ დაგისვავს კითხვა და თუ გიპოვია პასუხი, რატო მაინც და მაინც მე? სინამდვილეში ეს სრულიად საპირისპირო რამ არის. ენერგია უნდა მოიკრიბო და იქიდან გამომდინარე რომ ქალბატონს სევდას დიდი ხანია ვიცნობ, ამ ენერგიის უნდა გჯეროდეს. მასაც თავში რაღაც აზრი უტრიალებს, მაგრამ გარკვეულწილად მათი ერთად თავმოყრის დროა საჭირო. მაგრამ ძალიან მძიმე პერიოდი იყო მართლაც. ანუ შერჩევის დროს უამრავ ეტაპს გავდივართ. ეს მარტივი არაა. უამრავ ადამიანს აქვს მცდელობა, მაგრამ ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. ჩვენთვის ეს არის მთავარი. ამ საკითხში იღბალია საჭირო. დიახ. მე კი ვფიქრობ, რომ გამიმართლა, ანუ მარტივი არ იყო. საკმარისი არ არის, რომ იყო კარგი ან ძალიან კარგი. ამავდროულად საჭიროა, რომ ეს საქმე იყოს სათქმელო. Ya iyi veya çok iyi olmanız sadece yetmiyor. Aynı zamanda o işi çok istediğinize de ikna etmeniz gerekiyor. Sevda Hanım. ჩემი გადაცემის პარტნიორობისთვის მადლობა მინდა უთხრა Central Park Towers, რომელიც არის 242 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსი ქალაქ თბილისში, Central Park-ის გვერდზე. ეს არის ახალი უნიკალური ტიპის პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია ძალიან ბევრი რამ. შიგნით არის ძალიან დიდი 3000 კადრზე გათვლილი event hall-ი, რომლის ოპერირებას Live Nation-ი განახორციელებს. იქნება ძალიან ბევრი საინტერესო სარესტორნო სივრცე, ისე როგორც არის ჩოტო მარე, ანჟელინა და რობერტოსი. და ასევე მინდა გითხრათ, რომ შიგნით იქნება ისეთი სივრცე, როგორც არის ძალიან ცნობილი ჰარვი ნიკოლსი. ლონდონიდან ძალიან ცნობილი თავისი მაღაზიებით, თავისი ხარისხით და თავისი პოპულარობით. და ასევე რაც ყველაზე მთავარია, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ინვესტირებისთვის. მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ეს არის 300 მილიონიანი პროექტი და 150,000-ის ინვესტირებით თქვენ შეგიძლიათ გახდეთ სასტუმროს ნომრის მფლობელი Redison Plus ოპერირების ქვეშ, იმიტომ რომ მთელ სასტუმრო სივრცეს განკარგავს და ოპერირებას განახორციელებს Redison Blue, ყველასათვის კარგად ნაცნობი და 150-იანი ინვესტირებით თქვენ შეძლებთ შემოსავალი გქონდეთ წელიწადში 35,000-მდე. ასე რომ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მე კარგად ვიცი თითეული გადაღებული სერიის სიმძიმე. თუ რამდენი საათი გიწევთ მუშაობა, რა მძიმე შრომა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საათების განმავლობაში, რასაც თქვენ გადაღების მოედანზე ატარებთ, ბევრი რამ შეიძლება გქონდეთ გასახსენებელი ერთმანეთთან მიმართებაში. ზოგჯერ მართლაც მძიმე სამუშაოა. რამდენიმე საათი ვმუშაობთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოდან სიამოვნების მიღება. ამის გამო თავს კარგად ვგრძნობთ მუშაობის დროს. მაგალითად, ყველაფერი ერთმანეთში ირევა. სცენები, ხანგრძლივი სამუშაო საათები გადის. ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელ ადგილზე გავიჭედებით ხოლმე. რაღაც გვავიწყდება. რაღაც არასწორად წამოგწდება და გარკვეული დროის შემდეგ ამაზე ვიცინით. რა თქმა უნდა, 1015 კადრის თავიდან გადაღება ხდება. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. დიახ, ერთად ვართ გადაღებაზე. ერთად ხდება ჩვენი ჩაწერა და ეს მხოლოდ ხმების ჩაწერას არ გულისხმობს. Öyle sürekli güldüğümüz şeyler. Yani biz çiftlikte ფერმაში გადაღებების დროს ძალიან ბევრი ქათამი, ძროხა და სხვა პირუტყვია. ისინი ხელს ძალიან გვიშლიან.
ჩვენ ამაზე ძალიან გვეცინება. ასე არ არის? მაგალითად, ძაღლის ლეკვები ყავთ ფერმაში. ისინი სცენიდან დეკორაციებს იტაცებენ. პატარა ძროხა გვყავს. სახელად ჯუმა. დედები მას დასდევენ. ანუ მსგავსი სცენები ხშირია. ერთგვარი დოკუმენტური ფილმია. ცხოველები ძალიან გვიყვარს, მაგრამ გადაღებაში ძალიან გვიშლიან ხელს. გიოქბერგთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ზუსტად ვიცი და შეგეკითხებით სამომავლო გეგმებს. ანუ ეს სერიალი როდესაც დასრულდება, რას აპირებთ? სიყვარულის ქარი უბრალოდ სერიალი არაა. ამავდროულად ის დოკუმენტური ფილმიც არის. რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი კარიერული გეგმა აქვს. მე ამ საკითხში ბედის წერის მჯერა. რა თქმა უნდა, არიან პერსონაჟები, რომელთა როლის თამაშზეც ვოცნებობ. გაცილებით მოგვიანებით საკუთარი ფილმების გადაღებაც მსურს. რაღაც სიუჟეტზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით შორეულ მომავალში იქნება. ჯერ ჩემი სამსახიობო კარიერის სასურველ წერტილამდე მიყვანა მინდა. სავარაუდოდ, ჰალილის ტიპის პერსონაჟებს მივანიჭებ უპირატესობას, რადგან უფრო ღირსეული პერსონაჟების როლების თამაში მხიბლავს. შესაძლოა ეს იყოს დეტექტივები, ისტორიული ფილმები, მაგრამ თუ ძირითადი მიმართულებით რამე მინდა, რა თქმა უნდა, ჰალილის მსგავსი, მაღალი პიროვნული თვისებების მქონე ახალგაზრდა მამაკაცი უნდა იყოს. ეხლა მინდა გთხოვო, რომ დამიხასიათე ჯემრე. ძალზე შრომის მოყვარეა, სუფთა ადამიანია, ფრთხილი ადამიანია. ჩემი აზრით ის ძალიან დადებითი პიროვნება. მიმაჩნია, რომ იგი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ როდესაც თავად ხდები მოწმე, რომ ასეთი ადამიანი ყავს საქმის კეთების დროს გვერდში, ეს სხვა კომფორტია. მსახიობისთვის ეს მნიშვნელოვანი მინიშნებაა, როცა ხედავს პარტნიორი ვინ იქნება, როგორი იქნება. დაუჯერებლად ბედნიერი ვარ, ჩვენი გზები გადაიკვეთა. ძალზე მოკრძალებულია, მშრომელია. მოხარული ვარ, რომ ვიცნობ. ეხლა დამიხასიათე სევდახანი. ქალბატონ სევდას უნდა იცნობდნენ ამ საქმიანობის მსურველებიც და ისინიც, ვისაც ეს საქმიანობა არ სურს. განსხვავებული ენერგიის მქონე ქალბატონია. ჩვენ გზა გაგვიკვალა. ბევრი რამ მოგვიწესრიგა ცხოვრებისეულ საკითხებში, ადამიანურ საკითხებში, განსაკუთრებით კი სამსახურეობრივ სფეროში. ჩემი მეორე პარტნიორი ქალბატონი სევდაა. უბრალოდ ვიტყვი, რომ მასთან ერთად საათების განმავლობაში სცენარის შესახებ ბევრს ვფიქრობ. მას ჯადოსნური ჯოხი აქვს ფარულად. ეხლა ჯემრემ უნდა დაგვიხასიათოს გიოქბერგი. დასაწყისში ტექნიკური თვალსაზრისით ცოტა მესმოდა, რადგან პირველად ვხედავდი ამ გუნდს. ქალბატონი სევდა დირექტორია. გარდა ამისა, გიოქბერგისგან ბევრი ვისწავლე. ბევრი დახმარებაც მიმიღია. სრულიად გრძნობ, რომ გულის სიღრმიდან გეხმარება. ის ყველას ასე ექცევა. მხოლოდ მე კი არა. არამედ ყველა მსახიობს. მასთან თამაში ძალიან სახალისოა. თუნდაც მის ახლობლებს არ იღებდნენ და კამერაში არც კი ჩანდეს. დაძაბულობის დროს ამ გრძნობას იწევს. თანამშრომლობა ძალიან სახალისოა. ის ამავდროულად ძალიან წესიერი ადამიანია და გრძნობიერი. სევდახანი. არიან ადამიანები, რომლებიც გვალსდოვებენ ჩვენ ცხოვრებაში. ქალბატონმა სევდამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ცვლილება გრძელდება. ქალბატონი სევდა ძალიან განსხვავებულია. ანუ ზოგჯერ ურთიერთობა იოლი არ არის. ზოგჯერ ცდილობ კონსენსუსს მიაღწია. მაგრამ ის ამას ძალიან ლამაზად აკეთებს. ერთი მხრივ რამეს რომ მიტყვის, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მაგრამ მას ჩემში სულ სხვა სიახლეები შემოაქვს. ჩემი ოცნების სამყაროც გააფართოვა ამ ადამიანმა. ის ძალიან მიყვარს. ძალიან გამიმართლა. Benim hayal dünyamı da genişleten bir insan. Onu çok seviyorum. Çok da şanslıyım. რამდენად გიფიქრიათ, აი როდესაც სცენას ხო კითხულობ, რომ შემდეგი სერია რა უნდა იყოს, რომ რამდენად გიფიქრიათ, რომ აი ნეტა ავიღო ეხა პასტა და ფურცელი და დავწერო ის ფინალი, რომელიც მე მინდა, რომ ამ სერიალს კონდეს და ხონიათ თუ არა სურვილი, რომ აი რაღაცნაირი ფინალი ყოფილიყო ისეთი, როგორიც რომელიმე თქვენგან სურდა. ქალბატონი სევდა და მე პარტნიორები ვართ. ქალბატონ სევდას ასეთი მუშაობის მანერა აქვს. სინამდვილეში სცენარის დაწერის შემდეგ მას ხშირად უცვლელად არ ვიღებთ. ქალბატონ სევდასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობენ მსახიობები. რეჟისორს უსმენს, სამხატვრო ხელმძღვანელს უსმენს
მსახიობებს უსმენს, საკუთარ აზრებს გამოთქვამს. როგორც ჯემრემ თქვა, მას ფართო აზროვნების უნარი გააჩნია. ზოგიერთ სცენას ქალბატონ სევდასთან ერთად უწერთ. ეს ძალიან კრიტიკული სცენებია. აღიარებითი სცენები, რომლებიც ჯერ არ გასულა ეთერში, მაგრამ შემდეგ ნაწილებში რამდენიმე სცენარის სახით რომ ვთქვათ. ამას სპოილერს ნუ დავარქმევთ. ზოგიერთი სცენარის ფინალურ ნაწილში მეტად კრიტიკული სცენებია, მაგრამ ქალბატონის სევდა ყველაფერს აყალიბებს. იგი წერს, მონახაზებს აკეთებს და ჩვენ ამას ვთამაშობთ. როდესაც ჩვენ რაიმე მოსაზრება გაგვაჩნია, ქალბატონ სევდას უზიარებთ, რაზეც ის გვეთანხმება. ჩვენთვის სასურველი ფორმით სრული სცენარის შეცვლა არ ხდება, მაგრამ ის პატარა ცვლილებას არ ეწინააღმდეგება. ჩვენ ამის თაობაზე ქალბატონ სევდასთან სულ საუბრობთ. მენეჯერებთანაც, ხელმძღვანელებთანაც. დღიურ საქმეს ვასრულებთ. ეპიზოდს ვიღებთ. ანუ დღიურში ვგულისხმობ, რომ ყოველი დღე დატვირთულია რაიმე ისტორია. სცენარი ბუნებრივია მოკლე დროში იწერება. და ზოგჯერ რაღაც გამოგვეპარება ხოლმე. რა თქმა უნდა, ასეც ხდება. სინამდვილეში ხალილის და ზეინეფის გვჯერა. რამდენადაც მათ ვიცნობთ. ეს ჩვენ უფლებას გვაძლევს ამ თვალსაზრისით. თუ შინაგანად არ გვაწყობს, არ მოგწონს. მაგალითად, თუ ვფიქრობთ, რომ ზეინეფი ამას არ გააკეთებდა, ან ზეინეფი ამას არ იტყოდა, გვეუბნება, რომ ეს ამოვიღოთ. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შანსია. ამიტომაც მსგავს სიტუაციებში, როგორც გიოქბერგმა თქვა, ამ სცენარის კიდევ უფრო შესალამაზებლად, ასეთ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. და ამის უფლება გვეძლევა. მაყურებლისთვის მინდა გთხოვოთ, რომ რაიმე რაც გახსენდებათ, ერთმანეთში რაიმე პატარა სცენა რო გაითამაშოთ. ეს ჩვენი პირველი შეხვედრის სცენაა. ნაწილი პირველი. რომელი სცენაა? მეექვსე. Bölüm 6. sahne. ცოტა აქსესუარებიც გამოვიდა. Zorla destekleyeyim. სიყვარულის ქარის პირველი სერიის მე-6 წუთი გამეორებ. ბრმა ხარ? სინამდვილეში თავად ხარ ბრმა. ამ გზაზე ასეთი სიჩქარე შეიძლება? შენ გეუბნები. კინაღა მორივე და ქოცე. მე? მე გკლავდი? სინამდვილეში წინარი ხედები და ტრაქტორით ჩემთვის შენ გამოვარდი. Filmas დამიხედეთ. თან დამნაშავეა, თან Bu yolda o ძალაზეა. kadar hızlı yapman çok normal sanki. ნებისმიერ შემთხვევაში, შენთან ურთიერთობით თავს არ შევიწუხებ. გავაგრძელოთ ურთიერთობა. შეიძლება რაღაც კითხრა. სიჩქარეს არ Kesmeden მოუყვა, yoluna გზა devam განაგრძე. et. რადგანაც წინ შესანიშნავი მოსახვევია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევ თავს. ნუ ესტა. და ბოლოს გიოგბერგ და ჯემრე, რა იცით საქართველოს შესახებ? მე საქართველოში არასდროს ყოფილ ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენს კომენტარებს ვთარგმნით და ვკითხულობთ. ძალიან ლამაზ სიყვარულს და მხარდაჭერას ამჟღავნებთ. და მართლაც, ჩემთვის სრულიად უცხო ადგილიდან სიყვარული და მოწონება ძალიან გვაბედნიერებს. მინდა რომ ახლო მომავალში წავიდე და საქართველო ვნახო. ჩემი აზრით ძალიან ტემპერამენტიანი, ცხელი სისხლის მქონე ადამიანები არიან. როგორც ამას შორიდან ვხედავ. მე ასე ვფიქრობ. ყველაზე მეტად მე ბათუმი მაინტერესებს. ქართველები მართლაც მოსიყვარულეერია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყავს მეგობარი ამ გადაცემას, ეს არის ელენე შავდია, ჩვენი პარტნიორი, ძალიან ნიჭიერი დიზაინერი, რომელმაც თქვენთვის სპეციალურად საჩუქრად გაუმატანა 60 საქართველოსდან, რომ ასოცირება გქონდეთ ჩვენ ქვეყანასთან. უღრმესი მადლობა საჩუქრისთვის. შეგიძლიათ ნახოთ. ო, კავკასია? ძალიან ლამაზია. ჩვენ სერიალში კავკასიელების როლიც ვითამაშე. Dizide. აქ არ გვითამაშე, მაგრამ ეპიზოდი oynadık. Orada daha iyi ჯერ eğlendim. ეთერში ახსოვს. Çok güzel. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ შესანიშნავი დიალოგისთვის.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი გაცნობა უკვე ამ კუთხით პერსონალურად გელოდებით საქართველოში და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. ძალიან სასიამოვნო და ტკბილი საუბარი იყო. თქვენი სახელი ხშირად გვესმოდა. განსაკუთრებით ქალბატონის სევდასგან. თქვენი გაცნობით ძალიან ბედნიერები ვართ. ალახის ნებით ერთ დღესაც ჩამოვალთ საქართველოში. თქვენმა გაცნობამ ძალიან გაგვაბედნიერა. ძალიან სასიამოვნო იყო. გადაცემის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ სასიამოვნო იქნებოდა. მობრძანებისთვის მადლობას გიხდით. ქალბატონ სევდას ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს უკვე და ეს ის ადამიანია, სხვათა შორის, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ჩვენი ნანუკა სტამბოლიშვილი, პირველმა აღმოაჩინა ჰალილ იბრაგიმ ჯეიჰანი, რომელიც მისი პირველი პარტნიორი იყო, სიყვარულის ქარის მსახიობები და მის ამ ჩამონათვალში არის უამრავი ადამიანი, რომელიც ქალბატონო სევდა თქვენი წყალობით დადგა ვარსკვლავურ გზაზე. ვისაუბროთ სიყვარულის ქარზე, ეს არის ახალი სერიალი, რომელიც ტელეკომპანია იმედმა იყიდა, მას შემდეგ რაც ის გამოვიდა და საკმაოდ პოპულარული გახდა. როგორ იპოვეთ მთავარი მსახიობები, აი ჯემრე და გიორბექი, რატო მოხდა მათზე გადაწყვეტილების მოხდა? მაგალითად ჯემრე პირველად რომ მოვიდა და მისი ფოტოსურათი ვნახე, გული მიგრძნობდა რომ ეს ის არის. ბოლომდე გამოვცადე და შემდეგ მართლაც დავიჯერე რომ ეს ის იყო, ვისაც ეს როლი უნდა შეესრულებინა. რაც შეეხება გიორბერგს, მაზეც იგივეს თქმა შემიძლია. ისინი ერთმანეთთან დავაწყვილე. თუ წყვილში ის გრძნობა, ის ცეცხლი, ის გამოხედვა დავინახე, თუ მსახიობების შესრულების დონე კარგია და საჭირო გრძნობას იწვევს, ვამბობ რომ ეს დუეტი შედგა. ქიმია ძალზე მნიშვნელოვანია. ქიმია თუ არ არის, ვერაფერი გამოვა. როცა მე ამ ქიმიას ვღებულობ, ვამბობ, აჰა, მე მკითხეთ, აბა ვინმესთან ქიმია მაქვს? ვეუბნები 1 წუთი. ნუ ქიმია შედგა. ცეცხლი თუ არის, ყველაფერი წესრიგშია. რა იყო ამ სერიალის წარმატების მიზეზი? ისტორია, კასტინგი, ქიმია, მაგრამ ასევე არის ჩემი დამოკიდებულებაც. ამას არ უარყოფ. ყველა ამას ამბობს ამ საკითხთან მიმართებაში. ეს უნდა ეხებოდეს გრძნობებს. ჩემი საქმიანობისთვის ეს მნიშვნელოვანია. იმ საქმისთვის, რაც მთელი გულით გავაკეთე. მაგალითად, სისხლიანი ყვავილიც ასე იყო. მუშაობისას ვამბობდი, რომ ამას დიდი აღმასვლა ექნებოდა. ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ წინათ გრძნობის დამსახურება არაა. წარმატება არ ნიშნავს იყო მდიდარი. წარმატება იღბალსაც არ მოაქვს, არც სიბრძნეს მოაქვს. ჩემი აზრით წარმატება ბრძოლით, მაღალი წარმოსახვის უნარით მოდის. მე მთლიანად ჩართული ვარ ამ საქმეში. თავარი ჩემი აზრით ისტორიაა, სიუჟეტი, შემდეგ კასტინგი, რეჟისორი. სამომავლო გეგმები. ახალს რას აპირებთ და პრინციპში ესეც იქნება კიდევაც, რომ ეს ჩვენი მაყურებლისთვისაც კითხვა, იმიტომ რასაც ახალს ქალბატონი სევდა დააპირებს, ცოტა ხანში იმედის მაყურებელი აუცილებლად ეხილავს. TV იმედი ძალიან მიყვარს და შენ. სერიალის რეიტინგი როგორ მიდის? უმაღლეს რეიტინგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს ძალიან მოეწონა სიყვარულის ქარიც უკვე. რა თქმა უნდა, ამჟამად დაგეგმილი მაქვს რაღაცის გაკეთება. რეალიზების პროცესში ვართ. ცოტა საზღვარგარეთ ვიმუშავებთ. უცხოეთიდან დიდი მოთხოვნა იყო. სხვა ქვეყნებიდან პარტნიორობა შემოგთავაზეს. ამას დავასრულებთ. ძირითადი მიმართულებით ერთკვირიან რაღაცას ვამზადებთ ამ ეტაპზე. თანაც ციფრულზეც რაღაც საქმეს ვაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად გავაკეთებ და TV იმედიც იყიდის. მადლობა მინდა გითხრა, ქალბატონ სევდა. დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა, ყოველჯერზე ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ეს წელი ახლა დაიწყო 2025-ში კვლავ გვესტუმრებით საქართველოში და ჩვენ კიდე კვლავ გავიგებთ თქვენი მორიგი წარმატების შესახებ. მეც მინდა. უპირველეს ყოვლისა ნოე ძალიან მიყვარს. მართლაც ასეა. ძალზე გამორჩეული ბატონია და განსხვავებული ადამიანი. მართლაც შესანიშნავი ადამიანია. და თანაც საკუთარ თავს ვამსგავსებ. ჩემსავით ბევრს შრომობს, წარმოუდგენელ წარმატებებს აღწევს. ამის გამო TV-მეც მადლობას ვუხდი. ვიყავი ჩასული, ყველა გავიცანი. ისევ მინდა ჩამოსვლა. ღმერთმა ქნას რომ მსახიობებთან ერთად ჩამოვიდე, მაგრამ მე ნოე განსაკუთრებით მიყვარს. მას აღელვებული ველოდები ხოლმე.
რეპორტაჟებს და ინტერვიუს სხვასთან არ თანხმდები. მაგრამ ნოეს შემოთავაზებაზე უარს ვერაზროს ვამბობ. Thanks.